ნარჩენების შემცირების წახალისება გარემოს დაცვითი საზოგადოების უმთავრესი საზრუნავია. ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემაა. ამ თანამედროვე ეკოლოგიურ მიდგომაზე, როგორც ჩანს, კარგად იციან მხარდაჭერის სახლის დმანისის ფილიალში, სადაც სხვა ბევრ კარგ და საჭირო საქმესთან ერთად მხარდაჭერის სახლის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარები გადასაყრელი ნივთებით, არც მეტი, არც ნაკლები, არტ-ნაკეთობებს ქმნიან. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს თოჯინა პლასტმასის ბოთლისგანაა დამზადებული. ეს თაიგული კი პირბადეებისგან. ქოთნის ყვავილი ყურის ჩხირებისგან. ეს ორიგინალური ყვავილები თელუფნის გადასაყრელი პარკებისგან. ამ ნივთების დამზადებას ჩვენ ვახერხებთ თითქმის გადასაყრელი მეორადი რესურსით. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ ხელს ვუწყობთ ამ გადასაყრელი ნივთების რესურსად გამოყენებით. ეკონომიას ვუწყობთ ხელს და ეკოლოგიასაც, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით. ჩვენ აქ შევქმნით უამრავი ნივთი, მაგრამ ხას გავუსვამ ამ შემთხვევაში ჩვენს თინეიჯერ და თანამედროვე თოვლის ბაბუას, პაპას ჩვენებურად, რომელიც ახალწლად გამოვიყენეთ, ის არ დავტოვეთ მარტო, რომ არ მოეწყინა და პრინცესად შევუქმნით. გამოყენებულია პლასმასის ბოთლი რესურსად. გამოყენებულია ასე ვთქვათ, მუყავ, რომელიც ასევე იყრება ქუჩაში და ნახეთ როგორ გავალამაზეთ. ძაფები, ქსოვილები, რომლებიც ასევე უკვე მეორადია და ჩვენს ხანდაზმულებს სახში აღარ ჭირდებათ, უნდა გადაეყარათ და ვთხოვეთ რომ მოეტანათ. ყველას ვთხოვთ რომ ასეთი რესურსი მოგვიტანონ და გავამდიდროთ ჩვენი ბაზა. ასევე გამოყენებულია, ხედავთ, ჩასაცმელი, რომელსაც ვეღარ იყენებენ სახლში და ჯინსი ჩვენ დავხიეთ ოღონდ რომ თანამედროვე იერსახე მიგვეცა. გამოვიყენეთ ჩვენი ბებოების ხელსაქმის უნარი, მოვაქსოვინეთ ქუდები. მათი მოქსოვილია ჩვენი ბებოების. ეს ყვავილები ერთად ავაკოწიწეთ, შევქმნით ასეთი იდეა, რომ სამი და ასე ქვია ამ საქანელას, რომელიც გამოიყურება ძალიან ლამაზად, ხის ტოტები, რომელიც მოჭრილია და ისიც გადასაყრელად იყო გამზადებული. გამოვიყენეთ ამისათვის ატრიბუტები, აგერ პეპელა დაჯდა ხეზე თუ ფუტკარი დაჯდა და ასე შემდეგ. ეს უკვე ჩვენი ხელმძღვანელის, ვინც ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს, მისი ფანტაზია. ასევე კედელზე თქვენ ხედავთ ნაკეთობებს, რომელიც ბოდის ვიხდი და ტუალეტის ქაღალდის ნარჩენი რომ რჩება, მისგან არის გამოყენებული, რომ მივცეთ რაღაცა სხვანაირი ვიზუალი. შიგნით გამოყენებულია კადრები, რომელიც ჩვენი სამსახურის დაწყებას უკავშირდება. გახსნის მომენტია აღნიშნული ცენტრალურ სურათზე. გამოყენებული გვაქვს ბისერები. ეს რესურსი, რა თქმა უნდა, ვიყიდეთ. ოღონდ ბებოებთან ერთად ვიზრუნეთ იმაზე, რომ 12 რეგიონი საქართველოსი გამოგვეხატა და თან პატარა სახლები ნახეთ დავსვით, სადაც ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული 3 რეგიონი. შიდა ქართლში გორი, ჩვენთან ბოლნისში კაზრეთი და დმანისის მუნიციპალიტეტში ეს ოფისი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. საინტერესოა აგრეთვე ყვავილების მოვლაც კი, ესეც ბებოების მოტანილია, გადარგეს, უვლიან, რწყავენ. ეს არის მათი ნახელავი, როდესაც ცალიათ და სურვილი აქვთ რომ მოქსოვონ, ქსოვენ ყველაფერს. ჩანთებს, კაბებს, ზედატანებს, რომლებიც გააქვთ მერე ღონისძიებებზე, მაგალითად, სახალხო დღესასწაულზე დმანისობა, ან უბრალოდ ზაფხულში ხალხმრავლობაა ჩვენთან პარკთან ახლოს ცხოვრობთ და მათ ნამუშევრებს ვყიდით და ისევე მათ კეთილდღეობას ხმარდება მერე. ეხლა მე წარმოგიდგენ ძალიან საინტერესო ექსპონატს, ეს გახლავთ პანდემიის დროს შექმნილი ექსპონატი. მოგეხსენებათ პანდემიის დროს ძალიან პოპულარული ნივთი იყო პირბადე, რომელმაც ძალიან ცუდი დაღი დაასვა ჩვენს ყოფას და ჩვენ ბებოებს ძალიან უჭირდათ აქ მოსვლა, ეშინოდათ, მაგრამ მაინც დადიოდნენ და გაჩნდა ასეთი სურვილი, რომ გაგვეკეთებინა ასეთი ყვავილის თაიგული, სადაც გამოვიყენეთ პირბადეები და ასევე გაჩნდა სურვილი, რომ ნაგავში გადასაყრელად გამზადებული ცელოფანის ეს პარკები გამოგვეყენებინა ასევე სილამაზის შესაქმნელად და შევქმნით ყვავილების თაიგული. ვფიქრობ, ესეც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას და ასევე მეორადი რესურსის გამოყენებას ჩვენ საქმიანობაში. ასევე ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ასეთ ფოტოებს. ეს არის ჩვენი უნიფორმა, ჩვენი სამსახურის.
შინმოვლის და მომბლელების და ექთნების გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან აქ და ვიზიტებისთვის ემზადებიან. ეს არის ფოტო შექმნილი იმისათვის, რომ მათი ღვაწლი მომავალ თაობამ ეს სამსახური გააგრძელებს მუშაობას ბუნებრივია, მაგრამ თანამშრომლები ვინ იყვნენ, რომ შემორჩეს ისტორიას, ასეთ კადრებს ვინახავთ ჩვენ. მხარდაჭერის სახლში ფუნქციონირებს თოჯინების თეატრიც. მსახიობები ხანდაზმული ბენეფიციარები არიან და პატარებს წარმოდგენებს ხშირად სთავაზობენ. ხელოვნებაში ძალების მოსინჯვასთან ერთად სხვა მხრივაც ცდილობენ გონება ავარჯიშონ. აზროვნების ტონუსისთვის ბენეფიციარები ყოველდღე თამაშობენ ჭადრაკს, მართავენ საჭადრაკო ტურნირებსაც. არც სიმღერა ავიწყდებათ, თანაც სამხმაში. პოეზიაშიც ცდილობენ თქვან საკუთარი სათქმელი. ძმათა შორის ბრძოლა იყო. პრობას ჰქონდა ადგილი, იქ მშვიდობას ამყარებდა მხოლოდ ქალის მანდილი. უთვალავჯერ შემოლეწა ერმა ქვეყნის ქალების, მამაკაცთა გვერდით იდგნენ ჩვენი გმირი ქალები. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია, ეს ქალის მიმართნა თქვენი დღესდღეობითაც ცხადია. მხარდაჭერის სახლის დღის ცენტრში კიდევ ბევრი კარგი საქმე კეთდება. აქ თაობები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ, რაც ყველა მხარისთვის მომგებიანია. თაობათა შორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისი ზრდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულების და სოციალურად დაუცველი მოზარდების სოციალიზაციას. ერთმანეთის დახმარებით იძენენ ცოდნას და იუმჯობესებენ ტექნოლოგიურ უნარებს. კვირაში 3 ჯერ 1 საათით ერთად სწავლობენ ინგლისურს. ხანდაზმული პედაგოგები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს კვირაში 5 დღე 1 საათის განმავლობაში ეხმარებიან ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების სასკოლო დავალებების შესრულებაში. მოხალისი ახალგაზრდების დახმარებით შეისწავლეს კოუდინგი, CodeMonkey-ს პროგრამის გამოყენებით. ახალგაზრდებმა კი კომპიუტერული უნარები შეასწავლეს ხანდაზმულ მეგობრებს. ბებია ბაბუებმა კი ეს უნარი საზღვარგარეთ წასულ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაში გამოიყენეს. ხანდაზმულთა ჯანმრთელობისთვის აქ მუშაობს შინმოვლის სამედიცინო სერვისიც. ამ ბევრი კარგი საქმის თავმოყრა კი ევროკავშირის დახმარებით გახდა შესაძლებელი. მხარდაჭერის სახლმა ფუნქციონირება დაიწყო სწორედ ევროკავშირის პროექტის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის ფარგლებში. ადგილებზე ჩვენ შევძელით სოციალური სერვისების მიმწოდებლების გაჩენა. ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებსაც სჭირდებათ ამ სერვისების მიწოდება, ხშირად უხდება დიდ ქალაქებში წასვლა იმისათვის, რომ ეს სერვისები მიიღონ და ეს დამატებით პრობლემებს ქმნის ამ ჯგუფებისთვის. და ადგილებზე ასეთი სერვისების არსებობა ორგანიზაციების, რომლებიც მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს მიაწვდიან ბენეფიციარებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ამაყები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ამ დახმარების გაწევა შევძელით ამ სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის. პროექტის დასრულება არ ნიშნავს ამ სერვისების შეწყვეტას. როგორც გითხარით, ადგილებზე აქ არსებული ორგანიზაციები რეგისტრირდებიან როგორც სერვისის პროვაიდერები, სერვისის მიმწოდებლები და ქვეყანაში არსებული ფინანსური მექანიზმების საშუალებით გააგრძელებენ ისინი ფუნქციონირებას. ასე ვთქვათ, ევროკავშირმა საშუალება მისცა, რომ გამზადებული პროდუქტი მიეცა მთავრობისათვის და ახლა უკვე ადგილობრივი მთავრობა არსებული რესურსებით იმედია გააგრძელებს მუშაობას და ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი მუშაობს ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების გასავითარებლად.